მაესტროსა და მაგთის ერთობლივი პროექტის აუთსაიდერების ვინაობა უკვე ცნობილია. კონკურსანტებს წინ დატვირთული კვირა ელით ისინი უკვე ერთ სახლში ცხოვრობენ და პედაგოგებთან ერთად მომავალი ლაივ კონცერტისთვის ემზადებიან. როგორ აფასებენ კონკურს ორგანიზატორები, კონკურსანტებს კი ჟიურის წევრები ნახეთ თამარ გრძელიძისა და გიორგი ხიზანიშვილის რეპორტაჟში. მაესტროს ეზოში ხალხმრავლობის მიზეზი ახალი მუსიკალური პროექტია. საკუთარი ფავორიტების მხარდასაჭერად აქ უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ჩვენი განწყობა გულშემატკივრებს თაკუანანიკიას უსურვებს წარმატებას და იმედი მაქვს რომ მიაღწევს ამ წარმატებას და გაიმარჯვებს სამ პროექტში. განწყობა არის უმაღლესი, ძალიან მაგარი განწყობა არის. შევართ გური პასიკაშვილის გულშემატკივრები და დარწმუნებულები ვართ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ უყოლა რომ გური მოიგებს, მასე არ არის. ჩემი ვოკალისტი არის აქ თორნიკე ყიფიანი, რა თქმა უნდა ახლა მას გულშემატკივრებ და რავი რა ავდივართ უკვე. ვიდრე ფანები დარბაზში შედიოდნენ, კულისებში მუსიკოსები და წამყვანები საპასუხისმგებლო საღამოსთვის ემზადებოდნენ. როგორ გაგრძელდება შოუ, რომელიც მაესტროსა და მაგთიკომის ერთობლივი მუშაობის შედეგად 24 აპრილს დაიწყო, ჯერ უცნობია. მონაწილეთა მომავალი ჟიურისა და მათი გულშემატკივარის ხელშია. შალვა ცხოვრებაძე, მაია ჯაბუა და დავით ევგენიძე დამწყები მუსიკოსების შრომას ათბალიანი სისტემით აფასებენ. საკმაოდ კარგი ინსტრუმენტალისტია და მინდა რომ სიმღერა შემდეგ ტურებში იყოს ისეთივე დონეზე, როგორც დღეს გამოჩნდი, როგორც ინსტრუმენტალიზმი. საერთო ჯამში 27 ქულა მიიღო ჟიურისგან პირველ კონცერტზე პირველ ნომრად გამოსულმა კონკურსანტმა. არ მეძინა ეს წინაღამე და სულ რაღაც 3 საათი მეძინა და არ ვიყავი მომზადებული, ენერგია ჭირდებოდა ამ სიმღერას უსაზღვრო და მაინც რაღაცნაირად ღვთისწყალობით ეს ენერგიები ბოლომდე დავიხარჯა და ეხლა ვარ ბოლომდე დაცლილი. გიორგი ბერიძე თითქმის 2 საათის განმავლობაში სპეციალურად მაგთიფანისთვის დამონტაჟებულ სცენაზე ერთმანეთს 10 კონკურსანტი ცვლიდა. რამდენიმე მათგანმა ჟიურის უმაღლესი შეფასება მიიღო. ის რომ ქულებს ანტიჟიურის გამოჩენა შეცვლიდა ყველა მიცოდა, თუმცა მკაცრი შეფასება მაინც ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რავი, მეწყინა ალბათ, მაგრამ ალბათ სამართლიანია რა. რაღაცები შემეშალა და მაგიდან დამაგდა ქულები. ცოტა დასახვეწია მე მგონი საერთოდ ანტიჟიურის ფენომენი რაც არის, იმიტომ რომ მოსასმენად არ იყო კარგი ეს ტემბრი, ეს დამახინჯებული ხმა და ვერც განსაკუთრებული არგუმენტები ვერ მოვისმინე. აბსოლუტურად განსხვავებულად წარიმართა ყველაფერი, როგორც პროგნოზირებდი, ან მე ან დანარჩენი რეზერვისტები ზოგადად, იმიტომ რომ მართლაც ძლიერი და ფავორიტი კონკურსანტები, ესე რომ ვთქვათ, ლამის აღმოჩნდნენ აუთსაიდერებში. ჟიურისა და ანტიჟიურის მიერ დაწერილი ქულების შეჯამების შედეგად 4 აუთსაიდერი გამოვლინდა. ამ სიაში კონკურსში მონაწილე 4-ვე გოგო მოხვდა. ერთ-ერთი მათგანი თავად მონაწილეებმა კენჭისყრის შედეგად გადაარჩინეს. 5 ხმა კესო! 3 გოგონას ტერეზა ფუხაშვილის, თაკო ანანიკიანისა და სოფია აღაპიშვილის ბედი მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. ის კონკურსანტები, ვინც მაყურებლის ხმებს ვერ დააგროვებენ, პროექტს ტოვებენ. მათ მაგივრად სცენაზე 2 რეზერვისტიავა. კონცერტი შედგა. ასე აფასებდნენ პროექტში ჩართული ადამიანების საღამოს, რომელიც მაესტროს ეთერით 2 საათის განმავლობაში გადაიცემოდა. დავტკბი სრული სიტყვის მნიშვნელობით ამ კონცერტით. იყო შემთხვევები, როდესაც მონაწილეებმა უკეთესად იმღერეს ვიდრე რეპეტიციებზე, იყო სამწუხაროდ სხვა შემთხვევებით. ჩვენ არ ვიცნობდით მონაწილეებს, ამაში რაღაც ინტრიგაც იყო და საინტერესოც იყო ორმაგად ჩვენთვის ჟიურისათვის, იმიტომ რომ სმენელთან ერთად ჩვენც პირველად ვისმენდით მონაწილეებს. ნამდვილად იგრძნობოდა ის შრომა, რომელიც მთლიანმა გუნდმა ჩადო, ის დიდი შრომა და ღვაწლი, რაც გაწიეს მათ, იგრძნობოდა ბავშვების მონდომება და მე მინდა ყველა მაგთის, ბალის და ბანის აბონენტს მოუწოდო, რომ დაუმესიჯონ თავიანთ რჩეულებს. ემოციებით დატვირთულ კონკურსანტებს ტელევიზიასთან გულშემატკივრები დახვდნენ. საკუთარ ფავორიტებს ისინი მაშინაც ამხნევებდნენ, როდესაც მაგთიფანის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს და ახალ სახლში შევიდნენ.
24 აპრილიდან 3 თვის განმავლობაში 10 ადამიანი აქ ცხოვრობს. მათ ყოველნაბიჯს საგანგებოდ დამონტაჟებული კამერები დააფიქსირებს. პირველი საღამო მხიარულად დასრულდა. კონცერტიდან დაბრუნებულ მომღერლებს ტორტი და საჩუქრები დახვდათ. ტერეზამ და ანრიმ დაბადების დღე ახალ მეგობრებთან ერთად აღნიშნეს.